ეს ქალბატონი არის ადამიანი ისტორია. ქალბატონი ვიოლეტა ქაროსანიძე მუშაობდა ისეთ ანიმაციურ ფილმებზე, როგორიც არის ჩხიკვთა ქურწილი, წუნა და წრუწუნა, ხელმარჯვე ოსტატი, თოვლის გუნდა, შედევრები, რომლებიც არის ქართულ ანიმაციაში, ის იყო ოპერატორი, თან ქალი კინოოპერატორი იმ წლებში. ქალბატონო ვიოლეტა, თქვენ რომელი ანიმაცია გიყვართ ყველაზე მეტად თქვენი გაკეთებული? საერთოდ ფაკულტეტი დაამთავრე მხატვრული კინოოპერატორის სპეციალობით, მაგრამ იქ იყო კიდე განყოფილებები ანიმაციური ფილმის, რაც ჩემი პირადი სპეციალობა იყო. ამ ანიმაციაში არის კიდე ქვეგანაყოფები, ასე ვთქვათ, არის აპლიკაციური ფილმი, არის ნახატი ფილმი, არის თოჯინური, ანუ მოცულობითი ფილმი. რასაკვირველია, ჩემთან ახლოს უფრო იყო თოჯინური ფილმი. ეს თოჯინური ფილმი არის მინიატურული მხატვრული ფილმი, იმიტომ რომ განათება სჭირდება ძალკე, ის პანორამები, ათასნაირი რაღაც აპარატის მანიპულაციები რა ისე ნახატი ფილმი შედარებით უფრო იოლია, იმიტომ მარტო ერთგვაროვანია თითქოს მარტო უნდა დასწო დაზგაზე აპარატი გაჩერებული, არაფერს არ აკეთებს, მარტო თითო კადრს იღებს. ასე რომ ისიც ძალიან საინტერესოა მართალია, მაგრამ მაინც თოჯინური ფილმი უფრო და აი დისნეის გმირებიდან, დისნეის მულტფილმებიდან რომელი გიყვართ? აი მაგ კითხვას თითქმის ყველგან მისცემენ და ყველგან ერთი და იგივე პასუხი. იმდენად, აი როგორც დედას შვილები ვერ გამარჯვებს, ახლა ერთი ძალიან მიყვარს, მეორე არ. აი ასია სულ ყველა ფილმი მიყვარს, მით უმეტეს აი ჩემი გადაღებული ფილმები არის უამრავი რეჟისორის სხვადასხვა რეჟისორები. დაახლოებით 156 თუ ძალიან ზუსტად ვიტყვით, 156 ფილმი მაქვს გადაღებული, მაგრამ აქედან ყველა ფილმი თითქმის მთლიანად გადაღებული მაქვს დაწყებული ჩემი წინათაობის, მამაჩემის, დედაჩემის თაობის უფრო ზუსტად. თუ ვინმე იყო მართლა. ხო, იქედან დაწყებული. შემდეგ ჩემი თაობის, ჩემი უმცროსი თაობის, 5 თაობის რეჟისორთან ეს ყველა განსხვავებული ხელწერით, ყველა განსხვავებული ხასიათით, ყველა განსხვავებული მანერით, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი მუშაობით უანგარო. მიხარია რომ აი ასეთ ადამიანს კიდევ ერთხელ შეგახვედრებ და მართლა მადლობა თქვენ ყველა იმ პერსონაჟისთვის, რომლებმაც დროს გაუძლო და რახან ამდენი ხანი გაძლეს კიდევ დიდხანს აი მარადიულად იარსებებენ